გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ტალღის ეთერშია გადაცემა ანალიტიკა, რომელსაც მე თენგოლმანიძე გაუძღვები დღეს. ჩვენ მაუწყებლობთ როგორც სოციქსელებში, Facebook-სა და YouTube-ზე, ასევე სატელევიზიო არხზე თავისუფალი არხი. მე პირველ რიგში მინდა გთხოვოთ ყველას, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი, გამოიწეროთ ჩვენი არხები სოციალურ ქსელში, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სხვა შორის ბოლო პერიოდის სტატისტიკას რო გადავხედეთ, სოციქსელში აღმოჩნდა, რომ 93% ჩვენი ვიდეოების მაყურებლების არ არის გვერდის გამომწერი და გვინდა რომ აი ეს სტატისტიკა ცოტა გავაუმჯობესოთ. დიდი მადლობა ყველას, რა თქმა უნდა, ვინც ხშირად უყურებს ჩვენს ვიდეოებს, ნახულობს, ალაიქებს, აზიარებს, ეს უმნიშვნელოვანესია და აი ამასთან ერთად არხსაც თუ გამოიწერთ, ჩვენთვის ეს იქნება კიდე უფრო დიდი დამატებითი სტიმული. ამიტომ მინდა რომ ეს გთხოვოთ. ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, რა თქმა უნდა, თავისუფალი არხის ხელმძღვანელობას, რომელიც საეთერო დროს გვითმობს და ჩვენ ტელევიზიითაც მაუწყებლობთ. დღეს ცოტნე მარღია ჩვენი თანაწამყვანი იქნება ჩემთან ერთად და ერთად ვისაუბრებთ თქვენთვის საინტერესო თემებზე, თქვენთვის და ასევე ჩვენთვისაც საინტერესო, რა თქმა უნდა, თემებზე. ცოტნე მოგესალმები, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ცუდია რომ ორშაბათს არ იყავი ჩვენთან ერთად, მე და მერაბმა არაჩვეულებრივი გადაცემა დავდეთ უშენოდ სამწუხაროდ. კი ბატონო, მოგესალმებით, მესალმებით ჩვენს მაყურებლებს, გისმინეთ, გიუყურეთ, გიმზირეთ და ჩვენი ეთერი იყო, კი ბატონო, იმედია დღესაც თუ მეტეს იმ ფონზე, რომ გვაქვს ძალიან ბევრი არც თუ მაინც ესეთი, ასე ვთქვათ, სასიხარულო და სასიამოვნო სიახლე მსოფლიო პოლიტიკაში, თუმცა ძალიან საინტერესო მოვლენების და ფაქტების წინაშე ვდგავარ და შესაბამისად იმედია რომ საინტერესო ეთერი გამოგვივა. კი ბატონო, დღეს ძირითადად გვექნება კონცენტრირება მართლა საერთაშორისო პროცესებზე, იქიდან გამომდინარე რომ იქიდან გამომდინარე საქართველოში ბევრი არაფერი არ ხდება. არის რაღაც ნიუსები, მაგრამ ისეთი რომ ჩვენი მაყურებლის ძვირფასი ყურადღება შევაჩეროთ, ალბათ არაფერი განსაკუთრებული ამ ხრივ არ მიმდინარეობს, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოში. საერთო ჯამისში რო ვთქვათ, ტენდენცია რაც არის, ალბათ სწორი იქნება თუ გვექნება ასეთი შეფასება, რომ კონფლიქტები მსოფლიოში, პირდაპირ სამხედრო კონფლიქტები, სულ უფრო და უფრო ფართოვდება, სულ უფრო და უფრო ღვივდება და სულ უფრო მეტი სისხლი იღვრება. აი ამ გადმოსახედიდან რო შევხედოთ, ეხა 2026 წელია და გავიხსენოთ თუნდაც 5-7 წლის წინანდელი რეალობა, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა თუ ასეთ მოკლე ხანში სამყარო აღმოჩნდებოდა ასეთი რეალობის წინაშე, რომ აი კონფლიქტი, ომი, სისხლისღვრა ეს არის უკვე ყოველდღიურობა და უკვე სად რამდენი სისხლი იღვრება, ამაზე სხვადასხვა სტატისტიკები არსებობს და ეს რა თქმა უნდა არის საშინელება. რა თქმა უნდა, ირანის საკითხი არის ამ მხრივ ყველაზე უფრო ცხელი ბოლო დღეების განმავლობაში. ზავის დადებიდან 25 დღეში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაარღვია ზავი. ამ შემთხვევაში ტრამპს აქვს არგუმენტი, რომ მან კი არ დაარღვია ზავი, უბრალოდ ირანი იქცეოდა ცუდად და გადაწყვიტა მისი დაჟე, მაგრამ ფაქტია ასეთი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ნაწილებმა მიიტანეს იერიში ირანის ტერიტორიაზე, რასაც შემდეგ უკვე მოყვა ირანისგან საფასუხო რეაქცია, ძალიან მძლავრი რეაქცია, დაიბომბა რეგიონში ამერიკული ბაზები, რომლებიც არის განლაგებული ძირითადად შეტევის ასე ვთქვათ ობიექტი იყო ბაჰრეინი, ხო? თუმცა არა მხოლოდ სხვა ქვეყნებშიც, საინტერესო არის ასევე ეს კონფლიქტის ახალი ფაზა იმითაც, რომ საუდის არაბეთის მხრიდან მოხდა ძალიან აქტიური რეაქცია, იემენში დაბომბა საერთაშორისო აეროპორტი, საუდის არაბეთმა ვიტყვი, რომ იემენის ამ ნაწილს აკონტროლებენ ჰუსიტები, რომლებიც არიან ირანის მოკავშირე ძალები. და იმისათვის რომ ამ აეროპორტის გამოყენება არ მომხდარიყო ირანის მიერ, ამიტომ საუდის არაბეთმა პრევენციულად მიიტანა დარტყმები და დაბომბა ასაფრენი ბილიკი. ეს ფაქტიურად ნიშნავს ალბათ ერთგვარ ჩართვას, ხო, ამ კონფლიქტში უკვე საუდის არაბეთის, რაც კიდევ უფრო ზრდის აი ამ კონფლიქტის ტერიტორიას. განცხადება ჰქონდა ნეთანიაჰუსაც, ისრაელმა განაცხადა, რომ თუ კი ისრაელის ტერიტორიაზე იქნება მიტანილი იერიში, ჩვენი მხრიდან იქნება ძალიან მძლავრი პასუხიო. მან თქვა, რომ წინა პასუხის და ეს წინა კონფლიქტი, სადაც უშუალოდ იყო ისრაელი ჩართული, იყო მძლავრი, მაგრამ ის ყველაფერი აი მონაგონი იქნება, ისეთ ამბავს დავატრიალებთ და დასრულდა ის დრო, როდესაც ჩვენ თავშეკავებულად პასუხობდით, ორმაგი და სამმაგი ძალით უპასუხებთ, თუ არ ვიცი, ხო თავშეკავებაში ნეთანიაჰუ ამ შემთხვევაში რას გულისხმობს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ კარგად ვიცით ისრაელის მოქმედებები, იგივე მის რეგიონში როგორ მოქმედებს
ზოგადად თუნდაც ღაზა სექტორი არის თუნდაც ღაზა სექტორში სადაც უკვე 100,000 უკვე დიდი ხანია გადააჭარბა სამოქალაქო მსხვერპლმა, ხო? ზოგადად ისრაელს აქვს ეს პრინციპი ჯერ კიდევ მისი შექმნის პერიოდიდან მოყოლებული, რომ ჩვენ არ შეგვიძლია შევაჩეროთ არაბების აგრესია ებრაელებზე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია არაბებს ეს იმდენად ძვირი დაუჯდეთ, რომ მათ აღარ უღირდეთ ამ აგრესიის განხორციელება და დაახლოებით აი ამ პრინციპით მოქმედებს ისრაელის სახელმწიფო. ეს არ ვიცი ზოგადად რამდენად ჯდება საერთოდ არამხოლოდ საერთაშორისო სამართალში, აი ზოგადად საკაცობრიო ღირებულებებში მშვიდობიანი მოსახლეობის ასეთი დიდი მსხვერპლი, რასაც ჩვენ ვხედავთ ღაზა სექტორში, ალბათ 21 საუკუნის სამყაროსთვის ეს გაუგონარი რამ არის, თუმცა ეს ფაქტი არის. მოკლედ ირანში როგორც ჩანს ჩვენ უკვე შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ახალი კონფლიქტის ახალი ტალღა ალბათ უფრო ვიდრე ახალი კონფლიქტი არის ძალიან ცხელი. დაკეტილია კვლავ ჰორმოზის სრუტე, ეს რა თქმა უნდა მოახდენს გავლენას ნავთობის ფასებზე, ასე რომ ჩვენი ეს ნავთობგადამზიდი კომპანიები, როგორც ჩანს, აღმოჩნდნენ ძალიან ბრძენი, რომ არ გააიაფეს, როდესაც ჰორმოზის სრუტე გაიხსნა რაღაც პერიოდიდან მთელ მსოფლიოში გაიაფთა ნავთობით, ქართულმა კომპანიებმა შეინარჩუნეს ისე ვიზუელი ფასები და როგორც ჩანს ამ შემთხვევაში არც თუ უსაფუძვლოდ, იმიტომ რომ ეს ზავი ძალიან მალე დაირღვა და ნავთობის ფასი კვლავ ძალიან იმატებს. რა პროგნოზი გექნება შენ ამ ხრივ, ანუ აქვს თუ არა ამ ყველაფერს უშუალო კავშირი საქართველოსთან, უბრალოდ რა თქმა უნდა აქვს კავკასიასთან ამ ყველაფერს კავშირი, მაგრამ აი რაში ხედავ თავარ რისკებს. იყო პირველი ტალღის დროს მოლოდინი, რომ აი მიგრანტების დიდი ტალღები წამოვა, ამას ექნება, ასე ვთქვათ, ამას ხედავდნენ თავარ საფრთხეთ, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა, რომ არა მიგრანტების ტალღები, არამედ ეკონომიკური საფრთხეები უფრო დიდია, ხო, როგორც ჩანს, იმიტომ რომ იკეტება სავაჭრო გზები და ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ჩვენს რეგიონზე, ჩვენ ვეღარ ვაჭრობთ, ასე ვთქვათ, სრულფასოვნად, გლობალურ საბაზრო აი ამ სავაჭრო ქსელების დაბლოკვა იწვევს ყველაფრის გაძვირებას საქართველოში, რადგან ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც თვითონ არაფერს არ აწარმოებს და დამოკიდებული ვართ პირდაპირ იმპორტზე. კი ბატონო, მოდი ესე დავიწყოთ ის საერთაშორისო წესრიგი შენაც ახსენე, რომ ბავშვად ისრაელის ქმედებები ეს 21 საუკუნის საზოგადოების პრინციპში არ უნდა, ასე ვთქვათ, ეთანხმებოდეს და მის ჩარჩოებს მიღმა უნდა იყოს გასული. ეს საზოგადოება და ეს საერთაშორისო პრინციპები აღარ არსებობს, მაშინაც, როდესაც ის არსებობდა, ეს იყო რაღაცა ფარსი, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, აი თუნდაც მარტივად ჩვენს მაგალითზე რო ავიღოთ, აი მაყურებლისთვის ძალიან ისეთი გასაგები რომ იყოს, დავუშვათ ის რაც ჩვენს თავს რაც ხდება დღემდე და ხდებოდა დავუშვათ 2022 წლიდან მოყოლებული, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული. ევროპის დასავლეთის დამოკიდებულება ჩვენთან მიმართებაში გულისხმობ იმას, რომ რაღაცები რაც დავუშვათ დაშვებული იყო მათთვის რისი გაკეთების უფლებაც მათ ჰქონდათ, ჩვენ ეგ გვეგზარლებოდა და გვეგზარლება დღემდე, ხო? აქედან გამომდინარე, ყოველთვის არსებობდა ორმაგი სტანდარტი, ყოველთვის არსებობდა ეს, ასე ვთქვათ, ფარსი, სადაც რაღაც ერთ ნაწილს სამყაროსი და მსოფლიოსი, რომელიც ბევრად უფრო სუსტი იყო, გინდაც ეკონომიკურადაც, გინდა ტექნოლოგიური განვითარების კუთხით, გინდა სამხედრო პოტენციალის მიმართულებით, შეზღუდული ჰქონდა მსგავსი ქმედების უფლება, მაგრამ სხვა ქვეყნებს თავის მხრივ და კოლექტიურ დასავლურ საზოგადოებას, ასე ვთქვათ, ის რაც აკრძალული ჰქონდათ აი ამ სახელმწიფოებს, მათთვის იყო დასაშვები. აი თუნდაც მთელი ანატომია ამ ირანის კონფლიქტისა, ხო, რაზე არის დაფუძნებული ამერიკელების დასავლური სამყაროს მხრიდან, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ხო? მაშინ, როდესაც ამის უფლება აქვს, რა ვიცი, ნებისმიერ დასავლურ სახელმწიფოს, ესე რომ შევხედოთ, მათ შორის არის დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, თავად, რა ვიცი, რუსეთს და სხვებს ევროპულ ქვეყნებს, დასავლურ სახელმწიფოებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე პაკისტანსაც კი აქვს იმის უფლება, რომ ჰქონდეს ბირთვული იარაღი, მაგრამ ირანს არ აქვს და რატომ არ აქვს? იმიტომ რომ ამერიკელებს ეს არ უნდათ, არ მოსწონთ, ხო? გამოიყენებენ ეგ. ხო, ანუ ეგ ეს არის რაღაცა მომავლის განჭვრეტილება ამერიკელების მხრიდან, ეს არ შეიძლება იყოს რაღაცა რელევანტური არგუმენტი, ხო? სინამდვილეში რა არის? იმიტომ რომ ამერიკელების მოკავშირე არ არის ირანი და ამიტომ ამერიკის ინტერესში არ არის რომ ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რომელიც იმისთვის კი არ ჭირდება ირანს. ძალიან გასაგებია რომ ვინმე ბირთვული იარაღით დარტყმა მიაყენოს ვინმეს, ხო? ეს ბირთვული იარაღი ირანისთვის იქნება საკუთარი სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების გარანტი, ხო? ანუ ის რომ ეხა
ყოველ დღეში სამჯერ და თვეში ერთხელ ურტყამს ხან ისრაელი და ხან ამერიკის შეერთებული შტატები ირანს ხო ბირთვული კონგის არსებობის შემთხვევაში უბრალოდ ისინი ამას ვერ გაბედავდნენ. ეს არის მთელი ამ პროცესის ანატომია მარტივად რო თქვა. რისი თქმა მინდა ეხლა რომ სინამდვილეში ეს ჩვენ ესეთი სამყარო უკვე გქონდა რომ სადაც რაღაცა ნაწილს სოფლიოსი რომელსაც გქონდა შესაბამისი ძალა და ძალაუფლება შეეძლო ადამიანების განადგურება სხვა ქვეყნებში შეჭრა იქ ხელისუფლებების შეცვლა რა ვიცი გვახსოვს ძალიან კარგად 99 წელს სერბეთის მაგალითი, როდესაც ნატოს იუგოსლავიის მაგალითი, როდესაც ნატოს ძალებმა დაბომბეს შუაგულ ევროპაში სახელმწიფო, რომლებიც მათთვის არ იყო მისაღები და მათ არ მოსწონდათ. ნუ ეს ხო ჩვეულებრივად მე ამას ეს ასე ვთქვათ, ჭალებში ბოდიში ჟარგონს პრავდებოდა სხვადასხვა იმით, რომ იქ დიქტატურა, ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში სარჩული ეს იყო. და დღეს უბრალოდ ვართ იმ რეალობაში, როდესაც ჩვენ მივიღეთ ის რეალობა, სადაც ეს სარჩულიც კი, რომელიც აი ამ რაღაცა საერთაშორისო საზოგადოებას ჭირდებოდა, ეს სარჩულიც კი აღარ არის საჭირო და მივიღეთ სოფლიო, სადაც ეს ქვეყნები ღიად ანუ ძალისმიერი საზოგადოების სოფლიო საზოგადოება მივიღეთ, სადაც ეს ქვეყნები ვისაც ძალა აქვს და უნდა რომ შესაბამის თავისი ძალის შესაბამისი ძალაუფლება გქონდეს სოფლიოში, მოქმედებენ ღიად და ესე ვთქვათ, დაუფარავად თავიანთი ინტერესების პოლიტიკური შედეგისთვის, ხო, აი ამ ინტერესების პოლიტიკური რეალიზაციისთვის. ყველაზე სახიფათო რაც ჩვენ შეგვიძლია დაუკავშიროთ საქართველოს, ну ის რაც აღწერე, ხო, ეხლა კონფლიქტის, ასე ვთქვათ, მასშტაბი იზრდება სამწუხაროდ შუა აღმოსავლეთში და ეს არის ალბათ ყველაზე საშიში შეიძლება იყოს იმ გაგებით, როდესაც ჩვენ ცხოვრობთ იმ საზოგადოებაში, სადაც ეს საერთაშორისო წესრიგი მოშლილია და თუ ამან მიიღო რაღაცა ჭადრაკისებრი ეფექტი, ხო, ამ კონფლიქტში მოხდა ძალიან ბევრი სახელმწიფოს არაბული იქნება ეს თუ სხვა სახელმწიფოების ჩართვა, ხო, ამან შეიძლება იქონიოს ძალიან დიდი და ცუდი ეფექტი ჩვენი ქვეყნისთვის. პირველ რიგში რა გაგებით, რომ როდესაც მთელი გეოპოლიტიკა არის დღეს მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუსებიც, როდესაც უკრაინაში ომობენ და უპირისპირდება მას დასავლეთი, ხო, ცდილობენ რომ რაღაცას იმ შეთანხმებამდე რომ ძველი შეთანხმება მოირღვა და იმ შეთანხმებამდე სანამ ახალი შეთანხმება დადგება, ყველა ცდილობს რომ ამ პროცესიდან შეიძლება მეტად გამარჯვებული გამოვიდეს, ხო? ეს გამარჯვება შეიძლება იყოს რაღაც ახალი ეკონომიკური კავშირების ახალი ეკონომიკური ბაზრების ათვისება, დაუშვათ ვიღაცისთვის, ანათად აი ჩინეთისთვის, მაგრამ ვიღაცისთვის ეს შეიძლება եղიქნებოდეს როგორც ტერიტორიული გაფართოება. დაუშვათ და ისეთი ტერიტორიების მიერთება, რომელზეც მას აქვს პრეტენზია, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და აქვს, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ნება, რომ მისი პოლიტიკური ძალაუფლება ამ ტერიტორიას მოიცადოს. თუ ეს პროცესი დაიწყო რეგიონში, მათ შორის აი ამ პროცესის, აი ამ კონფლიქტის გაფართოების შედეგად, ხო? იქ გამოჩნდნენ სხვადასხვა სახელმწიფოები, რომლებსაც აქვთ პრეტენზიები ტერიტორიული გაფართოებისკენ, აქვთ პრეტენზიები იმისთვის, რომ ეს კონკრეტული მიწები, ტერიტორიები მისი ყოფილი ტერიტორიებია, ან მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აი როგორც რუსებმა თქვეს, უკრაინის ნატოში არ გაწევრიანება, ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეგვიძლია ეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება და ომი დაიწყეს, ხო? მსგავსად დავუშვათ იგივე თურქეთმა ამის ერთი მაგალითი თურქეთისგან გვაქვს თან სირიასთან მიმართებაში, როდესაც ჩრდილოეთ სირია შევიდა ჩრდილოეთ სირიაში და დღემდე მის კონტროლ ქვეშ იმყოფება ჩრდილოეთ სირიის საკმაოდ მაგრამ მხოლოდ სირიაში ხმელთაშუა ზღვაში პროცესის მაგალითია და ეს მაგალითი მე ვიძახი ეხლა რაც მოყვა აი ამ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის არევას იქ ასადების რეჟიმის ჩამოგდებას და ასე შემდეგ, ხო, რითაც ირანზე მოხდა დარტყმის მიყენება, ხო? ამას უკვე მოყვა თურქეთის მხრიდან მსგავსი მცდელობა, რომ ის ტერიტორიულად გაფართოებულიყო და თავისი გავლენები კიდევ უფრო გაძლიერებულიყო ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე და მათ შორის ეს პროცესები შეიძლება განვითარდეს ჩრდილოეთის მიმართულებით ჩვენკენაც, ხო? ანუ აქ ჩვენ ხედავთ რომ და ვიცით რომ ვართ ისეთ გარემოში, ისეთ სამეზობლოში, რომ მაინც და მაინც კეთილმეზობლური ურთიერთობით არც ერთთან არა ვართ, ასე ვთქვათ, დღესაც კი არც ერთთან არა ვართ თურქეთი, რომელთანაც თითქოს ხო პრობლემები არ აქვს, მაგრამ ვიცით რომ თურქებს საკმაოდ ისე
სერიოზულად უჭირავთ თვალი ქვია აჭარის რეგიონზე და სამცხე-ჯავახეთზე და ზოგადად, მაგრამ ჩვენ ხო სამცხე-ჯავახეთზე ამის მაგალითი იყო, მაგალითად აი ჩვენ პრეზიდენტი რომ ჩაიყვანეს დიდგორობას და იქ თურქ მესხებზე ელაპარაკდნენ, რომ იქ უნდა დაბრუნდნენ და ასე შემდეგ. ეს ერთი, მეორე თითქოს აი აზერბაიჯანი, რომელიც რაღაცა ძმური სახელმწიფოები ვართ, გვაქვს დავით გარეჯის პრობლემა, გადაუწყვეტელი პრობლემა, ძალიან მტკივნეული ჩვენთვის, რომ ჩვენი ისტორიული მიწა-წყალი იქ თავისი ეკლესია მონასტრით, რომელიც იქ რაღაცა ჩვენი კულტურული, ასე ვთქვათ, კოდის ნაწილია, ხო, სამწუხაროდ აღმოჩნდა ისე, რომ არის აზერბაიჯანული კონტროლის ქვეშ და იქ ჩვენ ფიზიკურად იქ იმ ტერიტორიაზე ყოფნა აღარ შეგვიძლია, ხო? რუსეთთან გასაგებია, გვაქვს ოკუპაცია, 20% საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებული აქვს. ამიტომ რეგიონში თითქოს ერთადერთი სომხეთია, ვისთანაც, ასე ვთქვათ, გვაქვს ეს რაღაცა თითქოს დღეს 21 საუკუნეში რაღაცა პრობლემა არ შეგვქნია არანაირი აი ამ ურთიერთობებთან დაკავშირებით, ხო? და აი ამ რეალობაში, აი ამ პირობებში, აი აქ ამ პროცესების დაწყება არის ძალიან სახიფათო ჩვენი სახელმწიფოსთვის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ შეიძლება ისეთი პროცესები დაიწყოს და როგორც ზოგადად ჩვევია ამ რეგიონს, რომ იქ თუ ერთხელ სიტუაცია აირია, მერე უმართავი პროცესები იწყება ხოლმე იქამდე სანამ რაღაცა რომელიღაცა ერთი ძალა არ იმძლავრებს და არ დააშოშმინებს სხვა ყველას, ეს დაშოშმინებაში იგულისხმება ის, რომ რომელიღა მხარემ უნდა გაიმარჯვოს და სხვები უნდა დამარცხდნენ. უბრალოდ ეს გამარჯვება შეიძლება ჩვენთვის ძალიან ძვირი დაждდეს. სანამ ეს დაშოშმინება მოხდება, ჩვენ შეიძლება ვიდგეთ სახელმწიფოებების დაკარგვის წინაშე, იმიტომ რომ ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენს ყოველდღიურობას დღეს არ ყავს არავინ მოკავშირე რეგიონში, რაც ჩამოთვალეთ პირიქით, ყველასთან გვაქვს გარკვეული პრობლემები. რეგიონს მიღმა ჩვენს მოკავშირეებად ვინც აღიქმებოდა იდეაში მთელი 30 წლის განმავლობაში, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები პირველ რიგში და ნატო, ხო? ჯერ ესეთი თურქეთი თავად არის ამ ნატოს წევრი, ეს ერთი და თვითონ შეიძლება ეს ნატოს წევრი სახელმწიფო იქცეს საფრთხედ ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ეს ერთი და მეორე ამერიკის შეერთებული შტატები არც აი არც ამ 30 წლის განმავლობაში ყავდა მაინც და მაინც თავს ჩვენი დაცვისა და ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფით და მით უმეტეს ეხა ტრამპის პირობებში ხო ეს ადამიანი პირიქით ქონდა რაღაცა ეხა დაანება თავი აღარ იძახის, იმიტომ რომ არ ვიცი რატო აღარ იძახის. თავისუფლად შეუძლია თქვას რომ რავომი დაამთავრა და რაღაც მშვიდობის პრემია ეკუთვნის ნობელის თუ რაღაცა რა პრობლემა ითქვის კიდე დაგერნახავ თუ არ თქვა. მაგრამ თავად იწყებს აი ამ ომებს და თან იწყებს როგორ იწყებს ერთია და მეორე ამბობს რომ ყველაფრისგან მან უნდა მიიღოს რაღაცა ეკონომიკური სარგებელი. სხვა შემთხვევაში მისთვის რაღაცა ესეთი ეგზისტენციალური მნიშვნელობის ომები და დაპირისპირებები ამ რეგიონებში არ არსებობს. ამის მაგალითია უკრაინა, ბოდიში უცებ უკრაინა მის მაგალითი, სადაც ის ევროპელებს აიძულებს რომ მისგან იყიდონ იარაღები და მერე ეს იარაღები გადასცენ უკრაინელებს და ამისგან პოშოღულობს. ეს ერთი და მეორე ჰორმოზის უდესთან დაკავშირებით რაც გააკეთა ჯერ ხო ირანელებმა ჩაკეტეს და ეხლა ტრამპმა მეორე ესეთი ბლოკადის ხაზი გააკეთა. ოღონდ აქ ეს ბლოკადის ხაზი ირანულ გემებს, ასე ვთქვათ, მიემართება, ანუ ირანულ გემების შესვლას შეზღუდავს, კი, მაგრამ სხვებს რო გავატარეთ უბრალოდ ჩვენ ხო აქ საწვავს ხარჯავთო, დროის ხარჯავთო, ჩვენი ჯარისკაცები იქ არიანო და სხვა ქვეყნებიო, თავისი მოკავშირე ქვეყნები, რომლებიც იქიდან ნავთობს იღებენ, ხო? ჩვენო ამ მომსახურებისთვის უნდა გადაგვიხადოთ 20%. აი ეგ მინდოდა მე თქვა, ზუსტად რომ წეღან რომ ამოდი და შენ გამაჩერე და არ დამთავრებინე, 20%-იანი ხარკი დააკისრა ფაქტიურად ყველას, ვინც გამოიტანსო ჰორმუზის სრუტიდან ნავთობს. ვინც გამოიტანს ერთი და მე მგონი თვითონ ვინც გააკეთეს ეხა იქ საუბარი ნებისმიერ მოძრაობა. ყატარი ხო? ამაზე ლაპარაკი. ხო არ დგება ის მომენტი რომ მათ შორის ამერიკის მოკავშირეებისთვის ამერიკის მოკავშირეობა უკვე წამგებიანი ხდება ფინანსურადაც. ეხლა რაში უნდა გადაიხადოს? წარმოიდგინეთ სამყაროს მეორე კუთხეში, მეორე ნახევარსფეროში. მაგალითად, არ ვიცი, აი საუდის არაბეთი, რომელიც თუ იქ სხვა ქვეყნები ყატარი რა მნიშვნელობა აქვს? ხო, ყატარი რა მნიშვნელობა აქვს, რომელიც გამოიყენებს ჰორმუზის სრუტეს, ამაში ამერიკას უნდა გადაუხადოს 20% ხარკი. ეხლა ამას ქვია ტარიფებს ეძახის, მაგრამ აი პოპულარულ ენაზე, ისტორიულ წყაროებში ამ ყველაფერს ხო ერქვა ხოლმე ხარკი, ეს იყო მეტი კი არაფერი, მაგალითად ჩვენც რო რაღაც
ხარკს უხდიდით მონღოლებს. როცა გვიპყრობდნენ, მაშინ უხდიდით. რო გვიპყრობდნენ, უხდიდით ხარკს და ამას მაშინაც ერქვა, ეს იყო ჩვენი დაცვისთვის უსაფრთხოების მოსაკრებელი, რომ აქ რომ მშვიდობა შენარჩუნდეს, არ მოვიდეს, არა მოგწყვიტოს, ამიტომ უნდა გადავხადო რაღაც. იგივე საკეთებს, ხო, ეხლა ეს ადამიანი თელ მსოფლიოს ფაქტურად შეაწერა ხარკი. არ ვიცი ეხლა ვინ გადაიხდის ამას და ვინ არ გადაიხდის, მაგრამ გება მომენტი ალბათ, როდესაც მათ შორის ამერიკის აი სტრატეგიულად მოკავშირე სახელმწიფოების დიდი ნაწილის დაფიქრდება, რომ ღირს ამგვარ სახელმწიფოსთან საერთო სტრატეგიული ურთიერთობა. მან ერთი მთავარი კითხვა თქო, სხვა რა გზა დარჩენიათ ამ სახელმწიფოებს. დღეს არ დარჩენიათ, გასაგებია, მაგრამ ხო იფიქრებენ უკვე ყველაზე სხვა მომავალზე. ჯერ ერთ მოდი აქედან დავიწყოთ, რომ ის ბლოკადა რაც აქვს, სულ უნდა დამთავრდეს კონფლიქტი. დაუშვათ. ესე რომ გადაწყვიტოს ტრამპმა, რომ არ მოხსნას ის ბლოკადა იქიდან. და გააგრძელოს ესე 20%-ის გადაახტევინოს. ვინ არის რამეობის გამ დაუშლის, ხო, ეს ერთი და მეორე ერთი შეიძლება დაფიქრდნენ მომავალში კი არა, უკვე ფიქრობენ და ბევრი ნანობს, ხო, იმ პოზიციას რაც ჰქონდათ, მაგრამ რეგიონში ეს ქვეყნები ვიზეც არის ხა საუბარი, ხო? ჩვენ ვიცით რომ ამ ქვეყნებს თავის დროზე კოალიციურად ირანის წინააღმდეგ ომი აქვს ნაწარმოები, ხო? ხო, დღემდე ეხლაც კი ირანული ტერიტორიები იბომბება აი ამ ქვეყნების ბაზებზე არსებული ამ ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული ამერიკული ბაზებიდან, ხო? შესაბამისად, ეხლა რა გამოსავალი აქვს აი ამ სახელმწიფოებს, ისინი ირანთან როგორ უნდა შეძლონ მათ ირანთან ისეთი ურთიერთობები ჩამოყალიბება. ეს ხდება ეხლა დღევანდელ მოცემულობიდან, რა ვიცი, ერთი 10 წლეული კიდე მე 15-20 წლის შემდეგ რა მოხდება, არ ვიცით, რთული ამაზე საუბარი, მაგრამ დღეს მოცემულობა არის აი ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, ვინც ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორებად აღიქმებოდა და ვისაც წვლილი აქვს თან არც თუ ისე ცოტა შეტანილი ირანის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში, ხო? იგივე ეკონომიკურ სანქციებში და ძალიან ბევრმა იხეირა ამით მათ შორის აი ამ ეკონომიკური და სანქციებით ირანის წინააღმდეგ ამითა ძალიან ბევრმა არაბულმა სახელმწიფომ იხეირა, ხო? აი ამ სახელმწიფოებს სხვა არჩევანი არ აქვს დღეს, ისინი იძულებულები არიან რომ იყვნენ ისრაელ-ამერიკის კოალიციის მხარეს, ხო? ნახოთ, ხო, ნუ აქ ამ შემთხვევაში შემოდის უკვე ჩინეთი როგორც ძალიან დიდი მოთამაშე, რომელსაც აქვს ახლო აღმოსავლეთში ძალიან დიდი ინტერესები და ალბათ ამ არაბულ სახელმწიფოებსაც ექნებათ მომავალში ყოველ შემთხვევაში რაღაც ალტერნატივები. ხა არაბული და ირანული სამყაროს დაპირისპირება ეს არ დაწყებულა ამერიკით, რა თქმა უნდა და ამას აქვს ძალიან ღრმა ისტორიული ფესვები. ჯერ კიდევ ისლამის დაბადებამდეც ეს ხალხები იყვნენ ხო იქ სასანიდების ირანის შემადგენლობაში და იმ პერიოდიდან იწყება ხა ეს კონფლიქტი ამ ხალხს შორის. ანუ ტრადიციულად ისინი მუდმივად იყვნენ სხვადასხვა ეპოქაში დაპირისპირებულები. იყო ისეთი პერიოდების, როდესაც მოახერხა ისლამის დაბადების დროს, როცა არაბებმა მოახერხეს იქით დაპყრობა ხო ირანის და გაამუსულმანეს და იმ პერიოდიდან არის ირანული სამყარო სწორედ მუსულმანური, მანამდე იყო მაზდიანური და საკუთარი რელიგია ჰქონდათ ამ მხრივ და ეს ძალიან ღრმა ამბავია ხა ამერიკა იქნება თუ არ იქნება ახლო აღმოსავლეთში იმდენად ჩახლართული არის აი ეს თვითონ არაბულ ქვეყნებშიც არ არის ესე არაბული ქვეყნებიც არ უნდა წარმოვიდგინოთ რომ ეს არის რაღაც ესე მონოლიტი ხო არანაირად ეხა მაგალითად აი ეს ომი რომელსაც ჩვენ იხსენებდი როცა არაბული ლიგა ებრძოდა მთლიანად ირანს ამ შემთხვევაში დაიწყო ეგ ომი ერაყსა და მან საოცარი ჰუსეინის ინიციატივით რომ ნუ მან ნავთობზე კონტროლიდან გამომდინარე მას ჭირდებოდა ომი მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი რა არის რომ ერაყი არის იშვიათი გამონაკლისი არაბულ სამყაროში რომელიც არის შიიტური კი საერთოდ შიიზმი დაიბადა ერაყში ერაყი არის შიიზმის სამშობლო და ფაქტურად შიიტური ქვეყანა ებრძოდა შიიტურ ირანს და ესეც პარადოქსულად ჩანდა, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ხდება ახლო აღმოსავლეთში ეს არ არის სამწუხაროდ. ჰუსეინი ძალიან კარგი სადამ ჰუსეინზეა საუბარი, სადამ ჰუსეინი ძალიან კარგ ურთიერთობაში იყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თავარ მოკავშირედ იკლებოდა ქვია მერე გახდა მტერი და ისრაელთან, ხო? შეიარაღებაში მაშინ საკმაოდ ძლიერი და მძლავრი შეიარაღება ჰქონდა ერაყის არმიას და ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყო რეგიონში, ხო? უწყობდნენ და ეხმარებოდნენ როგორც ებრაელები და ისრაელის სახელმწიფო, ისე ამერიკის შეერთებული შტატები, ხო, ირანის წინააღმდეგ ომში და ითვლებოდა ერთ მთავარ მოგავშირედ, ხო. მე გივიცით როგორც დაამთავრა ჰუსეინმა, ეს ყველამ კარგად იცის, ისე როგორც შეერთებული შტატები ძალიან ბევრმა თავის დროზე მოკავშირემ ახლო აღმოსავლეთში, ჰუსეინისთვისაც ეს მოკავშირეობა აღმოჩნდა საბედისწერო, როდესაც უკვე გაცდა იმ ასე ვთქვათ, მისთვის დადგენილ ჩარჩოებს. მე რა მაინტერესებს, იცით ცოტნე აი ისე საქართველოს რო გარკვეულწილად დაუბრუნდეთ
და ჩვენ რაზეც ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. რეალურად ეს არეული გეოპოლიტიკური ვითარება კავკასიისთვისაც უცხო არ არის და ალბათ ისტორია ერთ ძალიან მნიშვნელოვან მაგალითს გვაჩვენებს ყველა ეპოქაში, ყველა 100 წლეულში შეგვიძლია ესე 100 წლეულებად თუ დავყოფთ, ხო? აქამდე ჩვენთვის ნაცნობ ისტორიას ну საუკუნეში 1-2 მაინც კავკასია ეხვევა ხოლმე ძალიან დიდ ჩარში ყოველთვის არ ყოფილა გამონაკლისი ალბათ ბოლო 2000 წლის განმავლობაში რომ 1-2 შარი რო არ გქონდეს კავკასიას და რა თქმა უნდა საქართველოს ყოველთვის არის აი ამ ყველაფრის ავანგარდში და ეპიცენტრში გვაჩვენებს ისტორია რომ თუ კი აი ესეთი არეულობის დროს აქ საქართველოში არის გონიერი ხელისუფალი ეს ყველაფერი შეიძლება იყოს არა მხოლოდ არა კრიზისი, არამედ პირიქით შესაძლებლობა. უბრალოდ კრიზისი არის, მაგრამ არა დამანგრეველი შედეგის მომტანი, არამედ პირიქით შესაძლებლობა იქნება. ამას ჭირდება ყოველთვის გონიერი პოლიტიკური კლასი, რომელიც თუ მართავს ამ ქვეყანას და ძალაუფლება არის გონიერი, პატრიოტი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური კლასის ხელში ეს ყველაფერი არის ხოლმე გამოყენებული რაღაც ჩვენს პირიქით საკეთილდღეოდ. სამწუხაროდ ისტორიიდან როგორც ვიცით ხშირად არ ხდება ესე რომ აქ ძალაუფლება ჰქონდეს პატრიოტი და გონიერი, რაც ხა პატრიოტიზმი შეიძლება ვერ დაუკარგოთ და მათ შორის აი ფეოდალიზმის პერიოდში სახელოვან მეფეებს ჩვენსას, მაგრამ ხშირად იყო ხოლმე რაღაც მიღებული არც თუ გონიერული გადაწყვეტილებები, რაც ძალიან დიდ შარში ხვევდა ხოლმე ამ ქვეყანას. ამდენად ჩვენი პრობლემა მე მაინც მგონია და მთავარი არა ის რომ სამყაროში აირია ვითარება, ეს უცხო ჩვენთვის არ არის და არ ჩვენზე არის დამოკიდებული. პრობლემა მგონია მე სწორედ ის რომ დღეს ყავს თუ არა საქართველოს ისეთი პოლიტიკური კლასი, რომელსაც შეუძლია ეს ყველაფერი შესაძლებლობად გამოიყენოს, შესაძლებლობად აქციოს, გამოიყენოს და არა უბსკრულში გადაჭეხოს ეს ქვეყანა. აი ეს არის საინტერესო მსჯელობის საგანი, ჩემი აზრით რომ რატომ არ ყავს აი ეს პოლიტიკური კლასი, რა არის ამ შემთხვევაში მთავარი მიზეზი ამ ყველაფრის და რაში შეიძლება რომ იყოს ამ ყველაფერში გამოსავალი. რანაირად უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში რომ ძალაუფლება კონცენტრირდეს იმ ძალების ხელში, მე არ ყველა ვერ იქნება ანგელოზი, არც უნდა იყოს ალბათ ყველა ანგელოზი და ვერ მოთხოვ ადამიანს რომ შე რაღაც უნციკლო რატო არ ახარ და მორალური სახიდან დაწყებული ყველაფრით რატო არ ახარ, ასე ვთქვათ, რაღაც ანგელოზთა დასის წევრი, მაგრამ როგორც მინიმუმ რომ ამ ქვეყანას მართავდნენ ადამიანები, რომლებისთვისაც ეს სახელმწიფო სულ ერთი არ არის და მნიშვნელოვანია ის საერთოდ დაიკარგება ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა თუ არ დაიკარგება, მე სამწუხაროდ არ მაქვს ის განცდა, რომ დღეს საქართველოს არის ასეთი პოლიტიკური ძალების ხელში. როგორც ხელისუფლებას გულისხმობ, აქ ამ შემთხვევაში გულისხმობ ასევე ოპოზიციასაც, ანუ ეს ხელისუფლება, ოპოზიცია რაღაც ძალიან ისეთი პირობითი საკითხია რა, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ გუში რომ ოპოზიციაში იყვნენ და ნაცები იყვნენ და გულში მჯიხსი ყავდნენ და მიშას პლაკატები ჰქონდათ, ისე მარტივად გახდნენ კოცები რომ მეტია და პირიქით, დღეს რო ვინც კოცი არის შეიძლება ხვალ ნაცი გახდეს და ამიტომ ძალიან პირობითი, ანუ ნუ დავყოფთ ამ შემთხვევაში გულისხმობ ამას რომ ჩვენ პოლიტიკურ კლასს ნუ შევხედავთ რომ ვინ ხელისუფლება, ვინ ოპოზიცია. მთლიანად პოლიტიკური კლასი არის ამ შემთხვევაში ამ ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრობლემა. რა უნდა მოხდეს შენი აზრით ამ ქვეყანაში ისეთი, რომ ეს რეალობა შეიცვალოს, რომ მართლა გამოიკვეთოს რაღაც განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფი, ან ძალა, რომელიც შეძლებს რომ აი ორივე გაწიოს გვერდზე და თვითონ აიღოს ძალაუფლება, თავის თავში დაანაწილოს ეს ძალაუფლება. რთული ამბავია. იდეა აქვს ამ ქვეყანას, აი ეს არის საბოლოო შეკითხვა. აი რა არის ჩვენი სახელმწიფოებრივი იდეა არის? ხო და ეგ არის რთული ამბავი, ყველაზე რთული ამბავი ეგ არის. ჯერ ერთ-ერთი მოდი ესე დავიწყოთ. ის პოლიტიკური ელიტა, დავუშვათ, აი რაზეც შენ საუბრო პოლიტიკური კლასი, რომელიც 30 წელია პრინციპში უცვლად შეიძლება იქ სახელები იცვლება, მაგრამ ეს პოლიტიკური კლასი თავისი იდეოლოგიით ხშირად არც იცვლება ეს სახელები. ხო, ხშირად არც იცვლება ძალიან ბევრი, კი ბატონო, 30 წელზე მეტია მოსდევს ქართულ პოლიტიკას. ეს პოლიტიკური კლასი იმ თავისი იდეოლოგიით, რა იდეოლოგიაც ამან მაშინ შეიძინა, ხო, ალბათ აი გამსახურდია ჩამოგდების მერე, როდესაც პოლიტიკური კლასი მოდის ხელისუფლებაში, ნუ გამსახურდიამ ვერც მოასწრო ალბათ ნორმალურად ამის. ხო, გამსახურდიას მერე ეს პოლიტიკური კლასი, რომელმაც ხელში იგდო ძალაუფლება და ეს პოლიტიკური კლასი დღემდე რჩება ხელისუფლება. ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით, რომ მაშინ სახელმწიფო
მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება, ეგრეთ წოდებული პუტჩი, ეს იყო გარედან ორგანიზებული, ხო, ეხლა გამსახურდია წინააღმდეგ გარედან ორგანიზებული პუტჩი იყო, ამაში თან ესე არა, უშუალოდ მხოლოდ ერთი სახელმწიფოს მხრიდან მე დარწმუნებული ვარ, რომ მაინც დიდი წინააღმდეგობა არც რუსების მხრიდან ყონია თუ ხარდაჭერა რა ამ პუტჩს და არც ამერიკელების მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვახსოვს ამერიკელების დამოკიდებულებაც უკვე ბოლოს გამსახურდია ჩამოსული ბეიკერი გვახსოვს და კანონიერ ქურთან გადაღებული მისი სურათები. კი, გვახსოვს იქამდე ბუშის განცხადება, რომ გამსახურდია მიცურავდა დინების საწინააღმდეგოდ და ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს დამოკიდებულება მაშინ გამსახურდიას თავრობის მიმართ არც ერთაირად უარყოფითი იყო, შეიძლება ბევრად უარყოფითი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ეს ჩემი შეფასება. როგორც მინიმუმ ამერიკის შეერთებული შტატების მაშინ ქონდა საკონტროლო პაკეტი მის გადაწყვეტილებაზე ძალიან რუსებს და ლომისვლილი ამ ძალიან ცუდო პროცესში, რა თქმა უნდა, მაგრამ მართლა რთულია ეხლა დავიჯეროთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება ამისი წინააღმდეგ ყოფილიყო იმ პერიოდში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაშლილია, რუსეთი დაშლის პირას არის და თავარი ძალის ცენტრი არის ამერიკა და ამერიკის გარეშე მოხდა ეგ ყველაფერი. თავად ის რომ ელცინის თავრობა არის რუსეთში, ამაში ლომისვლილი ამერიკელებს მიუძღვით და ჩვენ გვახსოვს ეს ელცინის ცნობილი გამოთქმა. ხვდებით დღეს და მუდმივად ჯერ იყო ცივი ომი, როდესაც ერთმანეთთან 64 წელს ამის ბირთვული შეტაკება დაიწყო კარიბის კრიზისის კარიბის ყურეში, კარიბის კრიზისის დროს, შემდეგ იშლება საბჭოთა კავშირი, მოდის ელციდი, დღეს ვიცით რომ ისევ ასე ვთქვათ ფაქტობრივად პროქსიომში არიან ერთმანეთთან უკრაინის გამოყენებით, ამერიკელები და რუსები და ცდილობენ რაღაცა საკუთარი გავლენების დაბალანსებას, ერთმანეთის გავლენების დაბალანსებას და არის ამ პერიოდში არის შუალედი ელცინის თავრობის სახით, სადაც ელცინი მაგალითად ჩადის ამერიკის კონგრესში და იქ ამბობს რომ ღმერთმა დალოცოს ამერიკა. ხო, ანუ ეს არ არის კადრები არ მქონდა ნანახი და ამასთანავე ბატონმა ვალერიმ აჩვენა, კავაკარაცხელიამ გადაცემაში ქონდა გამოყენებული, იქ დაგვჭირდა და აი მართლა შოკი იყო. ხო, ანუ ხო წარმოუდგენელია, ეხლა რომ ელცინი ჩადის გმობს, სოციალიზმს გმობდა იქ და კომუნიზმს და აი ეს რა საშინელება დამემართა და გადბლეს ამერიკა. რომელიც იდეაში ეხლა რუსული იქიდან რომ შეხედო ნარატივი და ხო, ეს რაღაცა ეს ველიკოძერჟაული ნარატივი რაც აქვს და რაღაც იმპერიული ხედვა რუსეთის, ხო? ამერიკის შეერთებული შტატები იყო ნომერ პირველი ენტერი, რომელმაც რუსეთის იმპერია ჩამოშალა მაშინ, ხო? და ამ დროს და ნუ ეს მე რითი პრავდებოდა, ასე ვთქვათ, რომ ეს არის დემოკრატი და ლიბერალი ელცინი და ამიტომ მას ის კი არ უნდა რაღაცა იმპერია პირიქით, მას უნდა რომ რაღაცა ამ დასავლური ცივილიზებული საზოგადოების ნაწილი გახდეს. ეს იმცალობაც პოტენციალს ჰქონდა, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს, ხო? ამიტომ პროცესებზე გავლენა ფაქტობრივად კავკასიაშიც, რუსეთშიც, ხო? ეს ამის ექსკლუზივი მთლიანად ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამიტომ ამბობ რომ ბევრად ამერიკის შეერთებული შტატები რომ არ ყოფილიყო უკმაყოფილო გამსახურდიას მოქმედებებით და რა მოქმედებებით იყო უკმაყოფილო ესეც საინტერესო თემას მე სხვა დროს შეგვიძლია გავარჩიოთ იქ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებით იყო უკმაყოფილო რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიოდა ხო იქ მაგალითად გამსახურდია იყო მასობრივი პრივატიზაციის წინააღმდეგი და საერთოდ კოლმორდეობების დაშლის წინააღმდეგი გარდაქმნა სურდა და ასე შემდეგ ხო ძალიან საინტერესო თემაა მაგრამ აი ეს ყველაფერი ამ ყველაფრის გამსახურდიას აი ამ სურვილებს მოყვა ის რომ ამერიკის შეერთებული შტატების წახეზებით რუსების შესრულებით ფიზიკურად მოხდა და ამის შემდეგ ეს ელიტა მოდის ხელისუფლებაში ასე მოკლედ რომ ვთქვათ რომელიც 30 წელი არსებობს და პრობლემა რა არის პრობლემა რაც შენ თქვი და ასე ვიკითხო რომ რატომ ყავს ესეთი პოლიტიკური კლასი პირველი ეს არის ის რომ ეს პოლიტიკური კლასი გარედან ყავს ამ ქვეყანას დასმულ უკვე 30 წელზე მეტია და ეს არის იმ პოლიტიკური ჯგუფი იდეოლოგიის და ხაზის გაგრძელება რომელსაც ატარებდა შევარდნაძე მაშინ და მეორე ჩვენ იმიტომ ვერ ხერხდება ამ პოლიტიკური კლასის ჩამოცილება დღემდე ხელისუფლების საქართველოს ხელისუფლებიდან რომ ხელისუფლების ეს ჯერ ესეთი რომ ჩვენ პარადოქსულია მაგრამ როგორ გინდა რომ ამ პოლიტიკური კლასის პირობებში ჩვენ ჩამოყალიბდეთ ძლიერ სახელმწიფოდ რომელსაც ექნება საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობა ამას ვერ ვახერხებთ ამიტომ ჩვენი სახელმწიფო მუდმივად არის საგარეო აქტორების ზემოქმედების ქვეშ ხდება შეხედულებების აზრების მანიპულაცია უმარტივესად რომ თქვა ყველაზე დაბალ გოლებში, აი ამ სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან და საგარეო აქტორების მხრიდან ეს ერთი და მეორე და ღია პირდაპირი ჩარევა, მაგალითად რომლის მაგალითიც იყო ბოლოს
მთელი დასავლური სპექტრი, დასავლური პოლიტიკური ელიტა როგორ მოითხოვდა ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებაში შემოbrunებას, აი ქართული ოცნების, როდესაც ქართულ ოცნებას დაეძაბა ურთიერთობები ჩვენს დასავლურ პარტნიორებთან, ასე ვთქვათ, როგორ მიუხედავად რაღაც არჩევნების ჩატარებისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა, აქ ევროპარლამენტარები, გერმანიის ბუნდესტაგის წევრები და სხვადასხვა პარლამენტის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებიც, მათ შორის არა მარტო პარლამენტარები, რამდენიმე ქვეყნის ლიდერი ერთვებოდა საპროტესტო აქციებზე ხელისუფლების წინააღმდეგ. ანუ ეს იყო პირდაპირ ჩარევი მცდელობა იმისთვის, რომ საქართველოში მათთვის სასურველი ხელისუფალი მოსულიყო, ხო? მაგრამ ეს იყო, იცი რა არის აქ მნიშვნელოვანი, რომ ეს გადა იმის გამო მოხდა, რომ ქართული ოცნება მათ ასე ვთქვათ მათი აი ამ სხვა პოლიტიკური სპექტრებიდან ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი დიდად განსხვავებული პოლიტიკური ხედვა აქვს და მოსაზრება ჰქონდა, ან იმ პოლიტიკურ კლასს არ მიეკუთვნება, რომელზეც ახლა ვსაუბრობდით, ხო? დროებით გამოვიდა კონტროლიდან. ხო, ეს იყო რაღაცა დროებითი მოვლენა, როდესაც ვერ მოხერხდა რაღაცა უთანხმოება მოხდა პატრონებსა და როგორ ქვიათ, არ ვიცი. ანუ ჩვენ თუ ვიტყვით, რომ ჩვენი პოლიტიკური კლასი ეს არის მართლა პირდაპირ გაგებით აგენტურა, ეს იყო აგენტურის აჯანყებული ფრთა. ხო, რომელიც პირველ რიგში რა შეიძლება ითქვას, რომ ეხლა აქ ომი და უბედურება რომ არავის არ უნდა გასაგებია, მაგრამ რომც ჯვარი გვწერია მსგავსი რაღაცისგან, მაგრამ ყველას კარგად უნდა ესმოდეს ხელისუფლებას მათ შორის პირველ რიგში, რომ პირველი სამიზნე ის არის. თუ აქ რამე დაიწყო, მე მგონი ეს კარგად ესმოდათ, იმიტომაც არ დაიწყო არაფერი. ეს გერუამადლია. კი ბატონო, მაგრამ უყურე რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ აი ეს პროცესები, აი ეს საგარეო აქტორების ცვლილება, ჩვენ ახლა ხედავთ, რომ არსებობს რაღაცა დიდი დაპირისპირება აი ამ ორ მთავარ საგარეო აქტორ შორის საქართველოში, ეს არის, ნუ ჩინეთი ახლა მესამეა, რომელიც ცდილობს, მაგრამ ჩინეთი პრინციპში ესე ღრმად და აქტიურად მსოფლიო პოლიტიკაშიც კი არ შემოდის, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ირანი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და მნიშვნელოვანი იყო ვენესუელა, ჩინეთი თავის პოზიციებს ესე მყარად არიცავს საგარეო პოლიტიკურ ველზე, ყოველ შემთხვევაში, თორემ იქ ეკონომიკურად იცავს კი არა ჯობნის კიდეს ყველას და მსოფლიოში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს. რითი თქმა უნდა, ორი მთავარი გეოპოლიტიკური აქტორი არსებობს საქართველოში, ეს არის დასავლეთი ამერიკის შეერთებული შტატების სახით და არის რუსეთი, ხო? იყო რაღაცა პერიოდი შეთანხმებისა ამ ორ აქტორს შორის და ეს იყო შევარდნაძის მოყვანა აქ და მე პრინციპში სააკაშვილის პირველი წლებიც, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ვარდების რევოლუციის პარალელურად აქ ივანოვი ჩამოდის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ფაქტობრივად ივანოვთან ერთად ხდება შევარდნაძის გადადგომა და ხელისუფლების ცვლილება საქართველოში, ხო, ვარდების რევოლუციის ასე ვთქვათ რეალიზება. ამიტომ ესეც რაღაცა აი ამ და ეხლა ჩვენ ვართ ეტაპზე, სადაც ეს ორი გეოპოლიტიკური აქტორი, რომელსაც სერიოზული გავლენები და პრეტენზიები აქვს კავკასიის რეგიონზე და მათ შორის საქართველოზე, ერთმანეთთან არიან მწვავე ღია კონფრონტაციაში, ხო? ამ პირობებში ჩვენ გვაქვს შანსი, ანუ ჩვენ რატო თავის დროზე 2022 წლიდან რატო ვიძახდით და რატო ვამბობდით იმას, რასაც ვამბობდით, ხო? ანუ აქ საბოლოო ჯამში ესე აღმოჩნდა, რომ მიუხედავად რაღაცა გარკვეული შეთანხმებისა, რომელიც დაიდო გამსახურდიას განშვებით და შევარდნაძის აქ მოყვანით, რუსები აი ამ შეთანხმებიდან გაწმირლებულები დარჩნენ. დარჩნენ იმის გამო, რომ საბოლოოდ ეს დასრულდა იმით, რომ ხელისუფლებაში მოვიდა სააკაშვილი, რომელმაც ანტირუსული ძალა, რომელმაც შემდეგ იქ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნამ გამოიწვია 2008 წლის ომები და მთელი რიგი პრობლემები, რომელიც შეექმნა რუსეთს აქ, იმიტომ რომ ეს არ იყო რუსულ სახელმწიფოს ინტერესში, ეხლა დამოუკიდებელი აფხაზეთისა და სამხრეთ ეგრეთ სამხრეთოსეთის არსებობა არ არის. ეს ძალიან ყველას კარგად ესმის, მათ შორის რუსეთშიც, ხო? მაგრამ ეს იძულებულები იყვნენ ამ ნაბიჯზე წასულიყვნენ და ისევე როგორც უკრაინაში დაიმართათ მე, ხო? ხო და საბოლოო ჯამში აი ეს შეთანხმება რუსულ-დასავლურ შეთანხმება ასე დავარქვათ, ხო? აქედან გამარჯვებული ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთი გამოვიდა და ამის შედეგია ზუსტად ის, რომ დღეს უკრაინაში რუსებს უწევთ სისხლის ზღვა, ხო? საკუთარი რა ვიცი ბიძაშვილები და ერთმანეთს ხოცავენ, ხო? ორი მართლმადიდებელი ქვეყანა, რომ დგას ესე ფიზიკურად მართლმადიდებლური კი არა, კი შეუძლებელია განსხვავება ორი უკრაინელი და რუსი რომ დააყენო ვერ განასხვავებ, ხო? ერთმანეთს ვერ განასხვავებ, რა რომ დააყენო რუსი და უკრაინელი გვერდი და ვერ მიხვდები რომელია რუსი და რომელი უკრაინელი, ხო? აქედან გამომდინარე ეს ამის შედეგია და ეხლა არის შანსი იდეაში ჩვენისანა ქვეყნისთვის და იმიტომ რომ ერთი მთავარი მოცემულობა რაზეც ეხლა ვილაპარაკეთ, ერთ მთავარ დასვამდე მიდის, რომ აი ამ სახელმწიფოში სამწუხაროდ, ხო, საგარეო აქტორების გავლენის გარეშე ხელისუფლებები არ იცვლება.
თუ ხელისუფლებები იცვლება, ეს ხდება შემდეგნაირად ერთი ეს სხვადასხვა საგარეო აქტორები თანხმდებიან და შეთანხმებული ძალა მოდის ხელისუფლებაში, ან ეს ორი საგარეო თუ სამი თუ ხუთი რამდენიც არ უნდა იყოს საგარეო აქტორი თუ ერთმანეთთან არის დაჯახებული, მაშინ ის მოდის, ვინც ახერხებს აი ამ მასში გამარჯვებას. ხშირად ეს სამწუხაროდ შეიძლება აღმოჩნდეს ეს დაუშვათ დაპირისპირება ამ ძალებს შორის ჩვენთან აისახოს შიდა დაპირისპირებების სახით. პირველი ხარ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ალბათ და ერთი ეს არის რომ ეს საგარეო აქტორების ჯახი რაც არსებობს ხო და ეს კიდევ შეიძლება უფრო და უფრო გამწვავდეს მათ შორის აი რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ახლა აღმოსავლეთის გულისხმობ და ირანის გარშემო არსებულ საკითხებს ერთი მნიშვნელოვანია რომ ეს დაპირისპირება აქ არ აისახოს უშუალოდ ღია დაპირისპირების სახით და აქ რაღაცა ის ძალები რომლებიც ამ ჩვენს ქვეყანაში ჩვენ საერთოდ წარმოდგენა რო არ აგვაქვს ისე როგორ რომ მუშაობენ აქ და გვახსოვს ჩვენ იყო ამაზე რამდენიმე დაიჭირეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც თურმე ჯაშუშობდა ხო საფრანგეთის სასარგებლოდ. დაუშვათ. ხო, ეს საქმეები ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ის რომ ამ ქვეყანაში არიან ესეთი ადამიანები, ეს ამაში დარწმუნებული ვარ მე და უბრალოდ ხა ვინ ამდენად ეხება რეალურად მათ და არა, ესეც ხო ამბავი. ხო, ეს რომ ამ ქვეყანაში არ აისახოს რაღაცა ღია დაპირისპირების, სამოქალაქო დაპირისპირების სახით, პირველი ამის უზრუნველყოფა არის აუცილებელი, რომ ეს მოხდეს ამის განეიტრალება ეს ერთი და მეორე მნიშვნელოვანია რომ აი ისი რაც დაიწყო ქართულმა ოცნებამ მათ შორის წინა პრემიერის პირობებში ღარიბაშვილის პირობებში რომელიც ეხლა ესეც ცოტა გაუგებარ ამბავში და ცოტა უცნაურად ციხეში იმყოფება ეს ადამიანიც რაღაცა გამიჯუნა იმ ელიტასთან რომელმაც ისინი პრინციპში ქართული ოცნება მოიყვანა ხელისუფლებაში თავის დროზე ხო ხო და აი ეგ რამდენად არის შესაძლებელი რომ ამის ეს პროცესი დაიწყო 2022 წელს იმიტომ რომ მაშინ ღარიბაშვილის წინააღმდეგ დადგა, ხო, ნუ ეგზისტენციალური საკითხი დადგა, გასაგებია რომ ამას აქვს მეორე მხარეც ერთი რომ თვითონ ხელისუფლების არსებობის საკითხი დღის წესრიგში იდგა, მაგრამ თუ სახელმწიფო თუ გაქრებოდა ხელისუფალიც ამ სახელმწიფოს, ხო? ეს საკითხი იდგა, მაგრამ ის რომ ჩვენგან მოითხოვდნენ აქ ფრონტის გახსნას და რუსეთისთვის რა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ფიზიკური არსებობის და სიცოცხლის შეწირვას შეხერპათ, ხო? აი ეს იყო რაღაცა წყალგამყოფი, რომლის შედეგადაც რაღაცა კონკრეტულ იმ ხელისუფლების იმ ნაწილმა რომელიც მაშინ ხელისუფლებაში იყო ამაც კაცრად გაიმიჯნა კაცრად გვახსოვს ჩვენ მაშინ ძალიან ხისტი განცხადებები ჰქონდა ღარიბაშვილს ხო ძალიან ხისტი განცხადებები ჰქონდა და ეს იყო თითქოს და რაღაცა გამოხიზვის დასაწყისი მაგრამ მოდი აი ერთი რაღაცა უნდა ვთქვათ რა ალბათ ღარიბაშვილთან დაკავშირებით რადგან ამ თემას შევეხეთ ღარიბაშვილმა დაიწყო ეგ პროცესი რომ მომხდარიყო გამიჯუნა აი ამ დასავლური ნარატივისგან როგორც მინიმუმ და იმ ინტერესებისგან რომელსაც იმ მომენტში ჰქონდა ადგილი დასავლეთის მხრიდან მაგრამ როდის გაბედა ამისი გაკეთება ღარიბაშვილმა მოდი ესეც ვთქვა თუმცა ამის შესაძლებლობა მიეცა როდესაც მან პერსონალურად დააგროვა რეიტინგი ანუ მე მინდა შეგახსენო ეს არის პერიოდი როდესაც ღარიბაშვილი ჩავიდა ჩინეთში და იქიდან ანაკლი სპორტის პროექტი ჩამოიტანა ეს არის ის პერიოდი როდესაც ის ჩადის ევროპაში უნგრეთში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას კავკასიის მასშტაბით ძალიან აქტიური პოლიტიკა ჰქონდა და მან დაიწყო პერსონალური რეიტინგის ხო აი რეიტინგის დაგროვება მათ შორის არა მხოლოდ საქართველოში არამედ მსოფლიოს ლიდერების თვალში ხდებოდა ხო ამ ყველაფრის გაკეთება და ის ნუ რეალურად აღმოჩნდა ის პერსონა რომელმაც შეძლოდა აი ლეგიტიმაცია მიიღო როგორც ხალხ საქართველოში ჩვენი მოსახლეობა ამას გრძნობდა საქართველოს მოსახლეობა იმიტომაც ჰქონდა მე მხარდაჭერა არამედ საერთაშორისო მასშტაბით ჰქონდა საკმაოდ დიდი ლეგიტიმაცია რა და აი ხა დღევანდელ ადმინისტრაციას თუ შევადარებთ როგორც ძალიან დიდი კონტრასტია ხო ცადა დედამიწა განსხვავდება დღეს თუ მაგალითად ეხა დღევანდელი რომელიმე ხელისუფალი პრემიერი იქნება თუ ვინმე სხვა ჩადის იქ ყველამ კარგად იცის რომ იქ ჩადის ის სხვა ადამიანის მიერ წარგზავნილი პირი და მაცნია ამ შემთხვევაში და ღარიბაშვილზე ეს განცდა იყო რომ ის მართლა თვითონ დამოუკიდებლად იღებს აქ გადაწყვეტილებს მე შორს ვარ იმაზრისგან რომ ის აბსოლუტურად თავისუფალი იყო რაღაც ესეთი არაფორმალური გავლენებისგან მაგრამ ყოველ შემთხვევაში და მგონია კიდეც რომ მათ შორის მისი დღევანდელი პატიმრობაც არის ერთგვარად აი ამისი დამსახურება რომ მან შეძლო და პირადი რეიტინგი დააგროვა და ეთყობა არ ჰქონდა ამისი უფლება რომ ეს გაეკეთებინა იმისი თქმა მინდა რომ
ის წინააღმდეგობა, რაც მაშინ დასავლური აი ამ ინტერესების წინააღმდეგ დაიწყო ღარიბაშვილმა, იყო სწორედ და მთავარი მიზეზი იყო სწორედ ის, რომ აქ გაჩნდა ადგილზე ხელისუფალი, რომელიც არ იყო ესე პირდაპირ ხელდასმული დასავლეთის მხრიდან, ის არ იყო საიდანღაც შემოგზავნილი ადამიანი და აი აქვე ადგილზე წარმოშობილი რესურსი იყო რა, ეს ყველაფერი ამისი თქმა მინდა. ეს არის ალბათ ახლა ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი რომ მოხდეს. მნიშვნელოვანი არის ალბათ მოხდეს, მე ცოტა წარმომიდგენია სამწუხაროდ, იმიტომ რომ რთულია აქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ საგარეო აქტორებისგან დამოუკიდებლად რაღაცა ასე ვთქვათ, ესეთი ამისგან დამოუკიდებელი რაღაცა აქტორმა დიდ წარმატებას მიაღწიოს, ხო? თუ რაღაც არ შეიცვალა დიდი გლობალურ პოლიტიკაში, აქ ამის გაკეთება რთულია. აქ ალბათ მოდელი ყველაზე კარგი იქნებოდა მოდელი, სადაც აი ეს ჯგუფები, რომლებიც დაუშვათ ერთმანეთს აბალანსებენ, ხო? ეხლა მე აქ ჩვენ როდესაც საუბრობთ, რომ რაღაცა იქ საგარეო აქტორები და ეს გავლენები, ანუ ქვეყანაში არსებობს ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ აგენტს არ გულისხმობ, ამ შემთხვევაში გულისხმობ ადამიანს, რომელსაც აქ დაუშვათ ანტიდასავლური ვექტორი, ანუ არ ვერ ხედავს საკუთარი ქვეყნის განვითარებას დასავლური საზოგადოების პირობებში და საზოგადოებასთან ერთად, ხო? არსებობს მეორე ნაწილი, რომელიც პირიქით პროდასავლური არის და ხედავს საკუთარი ქვეყნის განვითარებას პროდასავლური შეიძლება არსებობდეს რაღაცა მესამე, რომელიც ხედავს ორივესგან დისტანცირებას და დაუშვათ აი ჩინეთთან ურთიერთობების დამყარებას და მილიონაირი შეიძლება არსებობს უბრალოდ იმისთვის რომ ვერც ერთმა ამათაგანმა ხო და ხშირად ეს რატო არის პრობლემა ეს ხშირად არის იდეოლოგიზირებული ჯგუფები რომლებიც კონკრეტულ იდეოლოგიას უჭერენ ხარს, ხო, დაუშვათ პროდასავლურები გასაგებია, რომ ეს ლიბერალური შეხედულებების ადამიანები არიან, ხო, ანტიდასავლური საზოგადოებების განწყობილი ადამიანები, ეს უფრო კონსერვატორული შეხედულების ადამიანები არიან ქვეყანაში, რომლებიც დასავლეთთან გამიშვას და იქ რუსეთთან და ჩინეთთან ერთდროულად ურთიერთობის დაალაგების მომხრეები არიან და ნუ ამაში აქვს თავიანთი ლოგიკა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, სხვანაირად ეს ვერ მოხდება, ხო? იმისთვის რომ აი ეს რაღაცა აი ამ ჯგუფებმა საკუთარ იდეოლოგიურ ნარატივებს არ გადააყოლონ ქვეყანა ამისთვის რაღაცა ბალანსი უნდა არსებობდეს ქვეყნის შიგნით, რომ აი დაუშვათ აი გადავიკეთეთ გავიხსენოთ მაინც ვინ არის ვერც ერთხელ ვერ ვიხსენებ ის ნაცი რომელიც იზაღდა რომ თუ რუსეთთან არ ვიომებ რაზია ხო ანუ აი ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები არ იყვნენ ხელისუფლებაში მხოლოდ და აი ამ ადამიანების აი ამ რაღაცა იდეოლოგიურ წმენა წარმოდგენებს თუ ცურვილებს და ფანტაზიებს და ფანტომებს არ გადავაყოლოთ ეს სახელმწიფო. ამისთვის აუცილებელი ალბათ რომ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში რაც ყველაზე კარგად გამოსადეგია და ალბათ ყველაზე კარგად იმუშავებს დღეს იმ რეალობაში სადაც სამწუხაროდ თუა წარმოსადგენია ისეთი პოლიტიკური ძალის მოსვლა ქვეყანაში რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებელი იქნება საგარეო აქტორების ეს მარტო ჩვენთან ხო არ არის ხა აბსოლუტურად დამოუკიდებელი სახელმწიფო, აი აბსოლუტურად სუვერენული სახელმწიფო სამყაროში შეიძლება იყოს, არ ვიცი, ჩინეთი, შეერთებული შტატები, რუსეთი ნაწილობრივ. აი მაგალითად რა პოლონეთი პირობითად ვერ იტყვი რომ არის აბსოლუტურად სუვერენული რეალ პოლიტიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა. ანუ იქაც არის საერთაშორისო აქტორების გავლენა ძალიან დიდი, მაგრამ ახლა ვერავინ ვერ იტყვის რომ პოლონეთის პოლიტიკური ელიტა არ არის პატრიოტი საკუთარი ქვეყნის. ჩვენ ეს პრობლემა გვიდგას. იმიტომ რომ მაგას ვამბობთ, იმიტომ რომ პოლონეთის პოლიტიკური კლასი არ არის ერთგვაროვანი, ანუ არაერთგვაროვანი ამის თქვა მინდა ვთქვათ, ანუ პოლონეთის პოლიტიკურ კლასში არის სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, რომელთა პოლიტიკური ხედვები არის ერთმანეთისგან განსხვავებული. და არსებობს საფრთხე იმისა, რომ თუ რომელიღაცა პოლიტიკური კლასის რომელიღაცა ჯგუფი, რომელსაც დაუშვათ აქვს პროდასავლური ხედვა, ხო? დღეს ახლა პოლონეთის პრეზიდენტი არის კონსერვატორული შეხედულების ადამიანი, ხო? არ არის საერთოდ ლიბერალი, ხო? პრობლემა არის იმაში, რომ აი ამათ არ აქვს აბსოლუტური ლეგიტიმაცია ქვეყანაში. აი ჩვენთან რაც მოხდა, ყველაზე დიდი პრობლემა რაც იყო აქ ამ 30 წლის განმავლობაში, მოხდა აი ამ პროდასავლური კურსის, პროდასავლური იდეების, ლიბერალიზმის აბსოლუტური საკრალიზაცია, მათ ჰქონდათ აბსოლუტური ასე ვთქვათ ლეგიტიმაცია ქვეყანაში და ყველა განსხვავებული აზრი აქ, ხო? აღიქმნებოდა როგორც აი ეს პროცესი, ხო? მაშინ როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ასე გახდა. მიუხედავ, ხო? ეგ არის პრობლემა, ხო? ჩვენ რომ ახლა 99% ამ ქვეყნის მოსახლეობის ვიყოთ პროდასავლელები. ეს პრობლემა იქნებოდა, მაგრამ ხო და ხა. მაშინ როდესაც ობიექტური მაინც იქნებოდა, ხო? ეს ყველაფერი არის, აი, რა ვიცი, ყველაზე საუკეთეს მოდი საამათოდ რო ვთქვა, საუკეთეს შემთხვევაში 50% უჭერს მაგას მხარს, თუმცა მე ბევრად რაკლებური იქნებოდი. მაგრამ აი 50 ხო არ უჭერს და აი პოლიტიკური სპექტრი რომ მხოლოდ პროდასავლურია და დანარჩენი საზოგადოების დანარჩენი ნაწილის აზრი ნიველირებულია და გამოცხადებულები ვართ რაღაც მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად იმის გამო რომ არ ვარ პროდასავლელი, ეს პრობლემა არის. ეს ხო მარტო ამაში ხო არ არის თან ეს რაღაც
პროდასავლელი არის ეს ერთი და თან ანუ ლიბერალურია მთლიანად ანუ აქ შიდა პროცესებსაც რო გადახედო აი რაღაცა შიდა იდეოლოგიური დაყოფების ეკონომიკური განვითარების ხედვები რაღაცა ქვეყნის განვითარების ხედები საგანმანათლებლო განათლების განვითარების ხედვები ხო ამაშიც კი ერთგვაროვანია ამაშიც კი არ არსებობს რაღაცა განსხვავებული აზრები ეს ანუ აქ რაღაცა მემარჯვენე ლიბერტარიანული გირჩი და რაღაცა იგი კომუნისტები თუ არ არის ხოც ვიღაცა მემარცხენე ძალები და აქეთ რაღაცა ცენტრისტები იქით როგორც არის ევროპული მოდელი ხო ანუ მე ამას ვამბობ რომ ეს ალბათ არის გამოსავალი თქო რომ იმისთვის რომ თუ რომელიღაცა ეს საკრალიზაცია უნდა გაქრეს იმის რომ რომელიღაცა ერთი გზა დაუშვათ ეს ხო აბსოლუტურად ჭეშმარიტი რაღაცეები ორე რუსეთთან ურთიერთობების დაწყებას და დიალოგს ხო ამას შეიძლება ძალიან ბევრი დადებითი რაღაც შედეგი მოყვეს ამ ქვეყნისთვის ხო მათ შორის პირველ რიგში ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ხო მაგრამ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის დაწყება ეს არ უნდა იყოს რაღაცა საკრალიზებული რომ ეს არის მხოლოდ პანაცეა სხვა არავინ არ გჭირდება სხვა არაფერი არ გჭირდება როგორც ხდება საპირისპირო მხარეს და ამისთვის საჭირო რომ არსებობდეს სახელმწიფო უყურე რა არის თავარი და მორჩები უცებ რომ შენას თქვი რომ მინიმუმ 50% ამ ქვეყანაში ხო არ არის პროდასავლურად განწყობილი მინიმუმ 50% მაგრამ ამ რეალობაში გვაქვს რეალობა სადაც დაუშვათ საპარლამენტო მანდატების 100% ნაწილდება პროდასავლური ძალის მქონე პარტიებში ხო ეს როგორ ხდება ეს შეუძლებელია მოხდეს სახელმწიფო ჩარევის გარეშე ხო ესე იგი ის საერთოდ სისტემიდან აწყობილ მაგას ემსახურება. ხო, სახელმწიფო ქმნის ამ რეალობას, ოდესაც გურავს დაუშვათ სხვადასხვა მოფიქრალ ადამიანებს, მათ გაერთიანებებს, მათ რაღაც აი ამ ცდელობებსაც კი ერევა ორგანიზების შესაძლებლობას არ გვაქვს. ერევა ამაში და ესე იგი ზღუდავს და ამის საპირწონედ ხელს უწყობს აი ამ მიმართულების პოლიტიკური ჯგუფების თუ პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების ორგანიზებას, ხო? აი ეს უბრალოდ ეს რომ მოიხსნას ეს და აი ეს პროცესი რომ მოიხსნას და ეს თავისუფლება გაჩნდეს იმის ალტერნატივა რომ კი ანუ კონდეს ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მაგრამ აქეთ არსებობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები და თუ შენ ამ ურთიერთობებში დაუშვათ როდეს ქართული ოცნება თუ ხარ და შენ თუ ამერიკელებთან ურთიერთობაში ქვეყნის ინტერესებს ასე ვთქვათ გაწირავ ხო რა ვიცი ტყე პარკს მიყიდი ვიღაცა არაბს ხო აქ არსებობს ისეთი პოლიტიკური ჯგუფი ძლავრი პოლიტიკური ჯგუფები რომლებიც უბრალოდ თვით დინებაზე არიან უნდა მიუშვა ეს ადამიანები და აცადო აკეთონ თავიანთი საქმე ხო გაჩნდება ის ადამიანი რომელიც ამაზე შენ აუცილებლად მიგითითებ და ეს შენ დაგიჯდება როგორც მინიმუმ ელექტორალური დანაკარგის სახით ხო და შემდეგი არჩევნები შეიძლება წააგო ხო მაგრამ თავარი რა არის რომ აქ რატო არავინ ართმობს აქ ხელისუფლებას ჯერ ეს ერთი ართმობს იმის გამო რომ ვინც მოდის პუშოულობს და კორუფციულ სქემაშია ჩართული ხარ არავის არ უნდა ხედან წასვლა და მეორე ერთი თუ თმობენ რეალურად დათმობასაც ვეძახით ხო ისევ ერთი აი ამ მიმართულების ადამიანებით ხდება ჩანაცვლება და არ ხდება სისტემა არ იშლება სისტემა ნარჩუნდება ერთი სახელი რა რესპუბლიკური პარტია გადადგება და მოვა თავისუფალი დემოკრატები ან თავისუფალი დემოკრატები გადადგება ნაციონალურ მოძრაობამ მე ნაციონალურ მოძრაობა გადადგება ქართული ოცნება ამიტომ ვიძახინე რომ მაგალითად იდეოლოგიური სხვაობა არსებობს ამიტომ არ იცვლება არაფერი ამ ქვეყანაში 2003 წლის მოვლენებს რო ეძახიან რევოლუციას ეს არის თქო ყველაზე დიდი ერთ-ერთი ტყუილი რომ ეს რევოლუცია ეს არის გადატრიალება რევოლუცია შორის დიდი განსხვავებაა რევოლუცია ეს არის როდესაც თვისობრივი ცვლილება ხდება სისტემის ცვლილება ხდება აი საფრანგეთში რომ მოხდა დიდი რევოლუცია და მონარქია შეიცვალა რესპუბლიკით ხო მართალია იქ რუსეთში царიზმი დაემხო და მოვიდა კომუნიზმი და ეს არის რევოლუცია და ეხლა როცა ერთი პოლიტიკური ჯგუფის ჩამოაშორება და მეორე პოლიტიკური ჯგუფი მივა და სახელები გვარები შეიცვლება და ყველაფერი იგივე დარჩება ეს არ არის რევოლუცია ეს არის სინამდვილეში გადატრიალება აქედან გამომდინარე საქართველოში რევოლუცია როგორც ასეთი როგორც ჩანს ჯერ არც მომხდარა და არც არის ჯერჯერობით მომხდარი და ეგ რა თქმა უნდა არის პრობლემა და მიზეზი უბრალოდ აი მართლა საინტერესო არის რამ შეიძლება რომ შეუწყოს ხელი ამ ქვეყანაში მართლა ნოვაციური იდეების შექმნას იმის რაზეც ჩვენ საუბრობ ის რაც არის ხალხში ჩვენ ვამბობთ ეხა 50% არ არის პროდასავლელი მაგრამ აი ესე ძალიან მყიფე ნათქვამია კაცმა არ იცის რეალურად ვინ ჯერ საერთოდ პროდასავლელობა ხო აი პროდასავლელობაში რა იგულისხმება და რას ვამბობ ჩემთვის აი თანამედროვე ჩვენებური გაგებით პროდასავლელი
ჩვენ თუ გულისხმობთ იმას, რომ აი მართლა ცალფეხზე უნდა ვიდგეთ, ოღონდ იქ შევიდეთ, აი ესე განწყობილი არ არის საზოგადოების 50%, თორე რა თქმა უნდა, ეხა მე არა ვარ პროდასავლელად არ მივიჩნევ ჩემ თავს და მგონია არასწორი განვითარების ვექტორი ეგ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ მე არ მივაკუთვნები იმ ადამიანთა ჯგუფს, ვინც ამბობს, რომ საერთოდ ევროპასთან ურთიერთობა არ უნდა გქონდეს და პირიქით ჯვარი გწერია, რატო არ უნდა გქონდეს ურთიერთობა და რატო უნდა ვიყოთ მტრები იმ სამყაროზე. მოსაწონი არ არის იმ ხო, გინდათ არაფერი მოსაწონი არ არის იმ ცივილიზაციაში და ასე შემდეგ არანაირად არ მაქვს ეს განწყობები და მეორე მხარესაც არიან ადეკვატური ხალხი. აი თორნიკე შარაშენიძე არის მაგალითად ისტორიკოსი არის ეს ბიჭი, არის ისეთი დაღუპული პროდასავლელი, ერთგვარად რომ ანუ ხო იქით პლანზე არის, იქაური შეხედულებები აქვს, მაგრამ მისი განცხადება იყო ეხლა სხვა შორის გუშინ იყო თუ გუშინ წინ რომ პირდაპირ თქვა რომ ჩვენ დავდგებითო იმ რეალობის წინაშე, როდესაც მოგვიწევს რუსეთთან დიალოგი, იმისთვის რომ მოვაგვარო ჩვენი ტერიტორიული საკითხები და ეს გასაგები უნდა იყოს და ეს არ უნდა იყოს რა ჩვენ თქვი, რომ ეს არ არის რაღაც ქვეყნის დაღუპვა თუ დადგები და დაელაპარაკები რუსეთს, ხო? ქვეყნის დაღუპვა არის თუ იყურები იმ იდეოლოგიური პრიზმიდან. ქვეყნის დაღუპვა არის ეგ რომ იმას თუ ველაპარაკე, აქ თურმე მე რაღაცა მომატყუებს კაცო, გადამაგ. რაღა უნდა გადაგაგდოს, სად ახარ, ჯერ შეხედე, აი მეტი რა ვინ ხა უნდა გადაგაგდოს, რა დღეში ხარ. იშლები სახელმწიფო გეშლება, პოლიტიკური კლასი არის კორუფციაში ჩაძირული და მე დასავლეთი გამებუტება და ხო, აი გამებუტებიან და აღარ დამელაპარაკებიან და რაღაც ამ კომპლექსების გამო ამას რო გადააყოლებ ქვეყანას, მაშინ ხარ დაღუპული, თორე ის რომ უნდა სცადო დიალოგი იქნება. აი რა არის მაშინ ამისი ალტერნატივა? კაი არ ველაპარაკებით, მტერია, ბოროტია და ხო რა, გვაქვს იმისი რესურსი, რომ სხვა გზით ვიარო. უკრაინელები მოუგებენ ომს, დაიშლება და ხო, ანუ უნდა ვიყოთ მაგის იმედზე, რომ რა არ მომხდარა 600 წელი მოხდება და გავთავისუფლდებით და ჩვენს ჩრდილო კავკასიელ ძმებთან ვიცხოვრებთ როგორც ადრე ცხოვრობდით. სიამოვნებაში. ამასინათ აი ერთ ჩემს Facebook მეგობარს ჰქონდა ძალიან ირონიულად რა თქმა უნდა დაწერილი, რომ აი ჩხუბი რომ მოხდა კავკასიელები მებრძოლების ამბავში, რომ როდის დაიშლება რუსეთიო და ვიცხოვრებთ ჩვენ ჩრდილო კავკასიელ ძმებთანო და მე თვითონვე მქონდა კომენტარი როგორც ადრეო და აი ჯვარი წერია ამ ქვეყანას მაგ სცენარისგან, ხო, რომ აი ჩვენ ჩრდილოეთით რომ გათავისუფლდეს ეს მასა ლეკიანობას გულისხმობდა ალბათ ხო? ხო, რა თქმა უნდა, ეხლა ჩრდილოკავკასიაში როდის ვიყავით დალაგის საქართველოში ეს პრობლემები მოგვარდა ზუსტად მას შემდეგ, რაც იქ შემოვიდა რუსეთის იმპერია და დაამყარა იმპერიული წესრიგი. გასაგებია, რომ ეს იმპერია არ არის ჩვენთვის კეთილი მეზობელი და ძალიან საყვარელი და გულში ჩასახუტებელი, მაგრამ აი ეგ რო ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემა საქართველოს მოიხსნა, ეგ არის პირდაპირ რუსეთის იმპერიის დამსახურება რა, ანუ თავის ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთა ეგ. და თუგე აღარ იარსებებს ეს ფაქტორი, დაუბრუნდებით იმ რეალობაში ხო, რაც მანამდე იყო და ამ ხალხს ავიწყდება ის 30 წლის წინ მთელი ჩრდილო კავკასია ჩვენ წინააღმდეგ ზუსტად მაშინ, როდესაც მოიშალა იქ ეს რუსული იმპერიული წესრიგი და ასე თუ ისე იმ ხალხმა იგრძნო თავისუფლება, პირველი რაც გააკეთა ჩვენ წინააღმდეგ იომა აფხაზეთში ყველამ ინგუშების გარდა, ყველამ აიღო ქართველის წინააღმდეგ იარაღი და დაუბრუნდებით ისე მაგ რეალობაში და ამაში რა არის გასახარი და რა უხარია აი ამ ხალხს, მე ამას ვერ ვიგებ ხოლმე. მოკლედ, ბევრი საკითხი არის ისეთი ალბათ, რაზეც რაციონალური მსჯელობა შეიძლება მე რასაც ვაუბრობ, აქაც არასწორი ვარ და რაღაც ვიღაცამ სწორი არგუმენტი დამიპირისპიროს, მაგრამ თავარი რა არის, რომ საქართველოში პრობლემა არის, აი ეს დისკუსია არის საერთოდ ამ თემებზე მოკლული, არის თემები გამოცხადებული, ტაბუ აქვს დადებული და ამაზე არ უნდა ილაპარაკო და თუ ილაპარაკებ ქვეყნის მოღალატე ხარ, აი ესე გიყურებენ. აი ეს უნდა დასრულდეს. ეს არის საბოლოო ჯამში ერთმანეთს მოღალატეების ზახილი უნდა დავამთავროთ. არავის არ აქვს უფლება მითხრას, რომ მე ვინმეზე ნაკლებად მიყვარს ეს ქვეყანა და არც მე არ მაქვს იმისი უფლება ვინმეზე თქვა, რომ აი შენ ამ ქვეყნის მოღალატე ხარ და ეს ქვეყანა არ გიყვარს და მე ვარ ერთი პატრიოტი მარტო. ეს უნდა დავასრულოთ. ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ და არ გვაქვს უფლება, რომ ესე ველაპარაკოთ ერთმანეთს. ვიცი რა არის, მე გარდასრულდება იქამდე, სანამ ეს ნაწილი საზოგადოებისა, რომლებიც ესე უყურებს საკითხს. ესე უყურებს რატო? ან თავისი პირადი ინტერესიდან, ან იდეოლოგიური ჩარჩოდან გამომდინარე, ხო? ამ ნაწილს საზოგადოების საერთოდ ყურადღების ღირსად ჩათვლის. ქართული საზოგადოება ხმას აძლევს და არჩევნებში და პარლამენტში შეყავს კი არა. გიჟი თავისუფალია. აი ეგ პრინციპი უნდა იყოს, თუმცა სამწუხაროდ დღემდე ახერხებენ, რომ რაღაცა მთელი აი ამ პოლიტიკური ველის ძალიან დიდი ნაწილი ძირითადად აი ამ გიჟებით არის ათვისებული სამწუხაროდ და შესაბამისად თვითონ ქმნიან ამ დღის წესრიგს, რომელსაც მე შენ ძიძულებული ხარ რომ აყვე. ეს არის პრობლემა. ეთანხმები. მადლობა, ცოტნე მე მგონი საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, ასე თუ ისე ჩემი აზრით შევეხეთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენი ქვეყნის ამას რა თქმა უნდა ერთი გადაცემა არ ეყოფა და
საერთოდ გადაცემების ციკლი შეიძლება არ ეყოს, მაგრამ აი მნიშვნელოვანია ალბათ რომ მათ შორის სოციალურ ქსელშიც არსებობდეს ესეთი პლატფორმები და ჩვენ არა ვართ ამ მხრივ არ გვაქვს ექსკლუზივი, მაგრამ ამას ჩვენ ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში რომ გავაჩინოთ დისკუსიისთვის, ისეთ თემებზე დისკუსიისთვის სივრცე და ადგილი, სადაც აი მეინსტრიმულ ტელევიზიებში ამას ვერ მოისმენ და სადაც გასმენინებენ რომ აი მხოლოდ ერთი გზა, მხოლოდ დასავლეთი ან მე ვიღაცა გეტყვით მხოლოდ იქით, მხოლოდ რუსეთში, ან მხოლოდ ჩინეთში, იქით არის ხსნა. არა, ჩვენ უნდა გქონდეს სივრცეები, სადაც შევძლებთ თავისუფლად ვისაუბროთ ერთმანეთს, სადაც არ დაუძახებთ ერთმანეთს განსხვავებული აზრების და შეხედულებების გამო მოღალატეებს და არ ჩავთვლით რომ აი მარტო მე მიყვარს ეს ქვეყანა და შენ გძულს რადგან სხვანაირად ფიქრობ და შენ ხარ მოღალატე და გამყიდველი. აი ამას თუ მოახერხებთ და ქართველები ამას დავასრულებთ ერთმანეთთან აი ამ კინკლაობას და მტრობას, მე მგონი გამოსავალიც საბოლოო ჯამში ამაში უნდა იყოს და ნახოთ ჩვენი შევეცადოთ ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ამას ვცდილობთ აი ამ სტუდიიდან და კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ ყველას რომ თუ თქვენთვისაც მისაღებია ეს იდეა, შეიძლება ბევრ რამეში არ გვეთანხმებოდეთ, მაგრამ იდეა თუ არის მოსაწონი და მისაღები, გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვეხმაროთ ჩვენს განვითარებისთვის და რაც მთავარია, ეს პლატფორმა ეთმობა აბსოლუტურად ყველას, ვისაც ექნება აი ამისი სურვილი. დიდი მადლობა და მოდი დავიმშვიდობოთ ჩვენს ძვირფას ტელემაღალობას. მადლობას მოგახსენებთ, პარასკევს შევხვდებით ერთმანეთს, კარგად ბრძანდებოდეთ.